მოყო კი არა. აკაკუნებ. გეცი. აი, ძლიებს უჭირავს უბრალოდ. კაცი ესე ყველაფერს კატლობა. გამარჯობა, მოგესალმებით. შაბათია და ტრადიციულად საქართველოს პირველი არხის ეთერში კაცები ვართ. ყოჩახ. რა შეიძლება რამე ახალი გააქვთ? ცხოვრებაში? ცხოვრებაში, ქვეყნის ცხოვრებაში, კლიმატში. 100 წელი სრულდება იქიდან, ოკუპაციიდან, მკვირაში. ხო. მართალი, აი, 21-ში ხო? ეხლა წარმოვიდგინოთ ცოტა ხანი, რომ 100 წლის წინ იმყოფებით. რომელ ქვეყანაში გაიქცევდა? მე მგონი კარგად აირჩიეს ჩვენმა წინაპრებმა საფრანგეთს არაფერს არ უჩივი. უკეთესი ვერსიებიც აღმოჩნდა 100 წლის მე ყატარში. ან პირდაპირ ამერიკაში რო გაქცეული. ყატარში. ყატარი იყო მაშინ. რა არიცი? რა მნიშვნელობა? რაც იყო აი. არა, ამ დრომდე ვერ გაძლებდნენ. მაშინ ძალიან ჭირდა ცხოვრება. ყატარში. კაცო, ისინი გაუმარჯოთ თავისას. მე გავიქცეოდი ყატარში. რატო? ეხლა ყატარში ჩემი შვილთან ვერ გაძლებდით, ვერა, ეხლა კაი ყატარში მაშინ არ იყო, მაშინ საფრანგეთი ჯობდა. გავიგე, მაგრამ ეხლა გეუნები. ვერ მიაღწევდი მაშინ ეხლა იქნებოდა ყატარის მოქალაქე. ვერ იქნებოდა, არ გეყოლებოდა. ხო და მაშინ ესე დაიცა მიაუხსნი, უნდა გაქცეულიყავი საფრანგეთში და სადღაც 60-იანებში გადავხვიდოდი ყატარში. არა. ყატარზე ესე შეყვარებული კაცი ხარ. მაგრამ ყველა დიდარი ქვეყანა და რაღაც სიმდიდრე შეხვდებოდა ჩემს შვილიშვილს. გაიგე? ხო, მაგრამ არა, კაი თქო უთხარი. არა. ყატარში ამდენი წელია თავის შვილიშვილზენი, ზურმაკია, არა მოუღი. ეხლა თავის ბედნიერებისთვის კი არის ბრძვის. შვილიშვილი. შვილიშვილზე ზრუნავს. ესე აღმოჩნდა თორე მაშინ ახლა მაშინდელი ვერ გამჭურეტდი მაგას და მეც ალბათ მაგას რა უხდება იცი? მაგას რა უხდება იცი? რა ხან ოკუპაციათან მაშინდელი მერკებით. მოკლედ მე მინდოდა მეთქვა რომ ყატარში შენ სად წახვიდო დაანები თავი 100 წლის წინათ რო წასულიყავი სულთანი მაინც ვერ გახდებოდი ეხლა იქნებოდი ყატარელი ღარიბი კლედეი ღარიბი ყატარელი სულთანს რო უნიავებს აი ეს იქნებოდა არა ამდენი წელი იმის უფროს გამნიავებლებს და შვილიშვილი იტყოდა და სად ქონდა ბაბუა ჩემს ტვინით და გასწევდა ევროპას საფრანგეთში და ცოტა მოგაგინებს ამინდი მაინც არის ყატარელი ღარიბი არ არსებობს. ყატარის პასპორტი თუ გაქვს, უკვე მდიდარი. ხო, მაგრამ ყატარში კი არა და საფრანგეთში რო გაქცეულიყავი, შეიძლება და შენი შვილიშვილი მობრუნებულიყო საქართველოში და პრეზიდენტიც გამხდარიყო. ოპა. და რა მე? რას მოიგებდა? ყატარელ დამნიავებლების უფრო საღარჯობია. არა, არ ჯობია. ყარბენია მდიდარი. ბიჭო, კლიმატია ძალიან ცუდი ჯანელ, შენ ვერ აიტანდი მაგ სიცხეს. იმიტომ რომ ჩვენ კახეთში ვიყავით. შვილიშვილებამდე ვერ მივიდოდაო საქმეო მაგის. თუდად გახდი მახსოვს. სასტრაფო გახდა გამოსაძახებელი სიცხეში. მე მისჩევნია ბევრი ფული მქონდეს და ცუდად ვიყო. აჰა. რაღაცა ჭირს. 50-ში. მეგონი ყატარის წელს ჩოუხდის რაღაცა მაყუთის ტუნი წელს გაკეთე 21-ში უნდა მოხიო საით მიდიხარ ეხლა ყატარში ეხლა იმედი გაქვს რომ ისე 100 წლის მერე ყატარი ყოველთვის საუკეთესო იქნება რა ემუქრება რომ მაგალითად ალტერნატიულ ენერგიაზე გადასვლა მსოფლიოსი უკვე აქვს იმდენი დაგროვილი რომ შენც მოგცემ მეც მეყოფა და ჩემ შვილიშვილს ბიჭო თან რა იცი აულობიჩე რომ ერთი შვილიშვილი უნდა ან ერთი ევასება ვა შენ სად გაიქცეოდი ბატონ დავით გაიქცეოდი რომ იძულების წესით სად გადაადგილდებოდი მოდი ესე დავაკვირდ გაქცევა რაღაცა ის ზოლას რო არავინ მე და ჩემი წინაპრები ვიქნებოდ ნიგოზეთში და სავარაუდოდ 5 წლის შემდეგ გავიგებდით რომ რაღაცა მოხდა ქვეყანაში. უკვე გაქცევა საღადრი აღარ ექნება და ისევ კოლმეურნეობაში შეხვიდო. 5 არა 27 გაიგებდით რომ დახვრდნენ ვიღაცას. ამ გადმოსახედიდან ყველა მაინც ალბათ ამერიკაში ხო? ანუ ყატარის მერე ხარ რა თქო. ყატარი და მერე უკვე პაჭაპუჭა არა მერე ბაჰრეინი. ბაჰრეინზე არ შევეკამათებ ძალიან. არა ბაჰრეინი მართლა კაცი. ბაჰრეინში კი უნდა წავსულიყავით ისე ხო? კი, მე მიკვირს უბრალოდ ყატარის მერე რატო აყენებ ბაჰრეინს? აი აქ ის კამათი. გამოკვლეული იქნება ეგ და
ყატარი არის ყველაზე მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში. ხო, მაგრამ ბაჰრეინი არის ყველაზე მდიდარი, ანუ ერთ სულ მოსახლეზე რა მაყუთით მოდის, ხო? ხომაგას ეხლა რო ჩახვალ უნდა ჩაიჩოჩონ და იმ სულზე რაც მოდის იქიდან შენი წილი გამოგიყო ყველა შენი ფიქრით. არ იქნება ცოტა. არა და გამოგიყოფენ თუ ეს რატო ჩამოეთრიო? ეხლა არა, მაგრამ იქაური ვიღაცა გოგო შემიყვარდებოდა მე რაღაცა love story. იქაური ყატარი და love story. იქაური გოგო არა, იქაური არემი. ყატარელი გოგოსი და გიორგი ჯანელიძის love story უკვე მაგრამ 100 წლის მერე უკვე შედეგიც იქნებოდა. დაიდებოდა. სწრაფად არაფერი არ მოდის. ეხლა რო წარმომიდგენია პატარა მაჰმუდ ჯანელიძე ირბენდა უკვე ეზოში. ქვიშაში იქნებოდა. უდაბნოში რო გახედავ და ჯანელიძე რო მოდის თავისი ქარავანი. ის რო ახურავს ის თავის. და იმას ჩოთქავს და მოდის თან ითulis რა. ყატარიდან მოდის ქარავანიდან ღიღინებს. ყატარულებს ღიღინებს რა. ხო და არ ვიცი ყატარული და ამიტომ შენ სად მიდიოდი დავით? შენ ნიგოზეთში რჩებოდი. არა, მე წავიდოდი, მე ალბათ დავრჩებოდი, ხო, არ მიყვარს ეს გადასვლა, გადმოსვლა ადგილიდან ადგილზე. დარჩებოდი და იბრძოლებდი თუ შეეგუებოდი ახალ წყობას. ჯერ ვიბრძოლებდი თუ არაფერი გამომივიდო და მე შევეგუებოდი. ამასობაში გადაასახლებდნენ. და ისე გადაგასახლებდნენ ისეთ ადგილას რომ აშკარად ყატარი ჯობია. კი. ჭკვიანი გამოდგა ის. გადამასახლებდნენ ისეთ რომ ყატარს ვინატრებდი. შენა, ბიჯო ჩვენ ამერიკაში მივდივართ. თქვენ ერთად? მე ამერიკაში 1000 რაღაცა რომელ შტატში აპიკე? რამე წელი თქვი რა, ყატარი აქ იმას. კალიფორნია. კალიფორნია. სან-ფრანცისკო. სან-ფრანცისკო ელიბიტი. ყატარელი დაგვწევს საქმე. სან-ფრანცისკო. და ჯგუფი გვექნებოდა სან-ფრანცისკოელი ბიჭები. სინგლს ჩავწერდით. სან-ფრანცისკოდან მოდის ქარავანი. და ის ყატარიდან მარტო ეს ვიცი. ჩამოფრინდებოდა თავის თვითმფრინავით და დაესწრებოდა ჩვენ კონცერტს უკვე არა ეს არა ამის შვილიშვილი. ამის შვილიშვილის ქორწილში ვიმღერებდით. ჯობი არ ბერბოს გადავიხდი და ჩავიყვანდა. დიჯეები იქნებოდით და რაღაცა ესეთ რაღაცებს გარკვე. ფულებ ჩაგიკოჭავდით. გადავიდეთ ახალ ამბებზე. პირველი არის NASA $500,000 გადასცემს მას, აი ფულის ადვილი შოვნასაც მას, ვინც კოსმოსში საკვები პროდუქტების მოყვანის საუკეთესო გზას მოიფიქრებს. მოიცა ახლა განვიხილოთ. ერთი წამი. საკვები პროდუქტების მოყვანის რა ვთქვათ? ბოლოკი. როგორ უნდა მოვიყვანო იქ? კოსმოსში ბოლოკი. დაუშვათ. თუ ბოლოკზე გააქვს აქცენტი, შეიძლება ყაბაყი. როგორ მოვიყვანოთ კოსმოსში ყაბაყი? მაგისათვის ჯერ უნდა ვიცოდე როგორ მომიყვანო დედამიწაზე ბოლოკი. არა, არ არის. ეს ძალიან უკეთეს. ექსპერტად არ გამოგვიყვანს. არა, რომელშიც დაწმუნებული არა ვარ. გაკომპლექსებს დედამიწაზე რომ მე ვეღარ ფიქრობ. უკვე ის არის რა შაბლონი გაქვს რაღაცა და იმ მე უფრო მეტი შანსი მაქვს მოვიფიქრე. ვიდრე აგრონომს, რიგით ვიდრე იმას, ვისაც მოყავს ეს ბოლოკი. ჯერ ის დასაქმებულია და შენ რადრო არაფერი საქმე არ იფიქრე კოსმოსში როგორ მოიყვანო ბოლოკი. და შეიძლება ყატარი საერთოდ არ დაგჭირდეს. პირდაპირ $500,000. ჰოპ. და ამითი წახვად უკვე ყატარში. აი, 60 ფული გექნება. ყატარში ეგ ფული არაფერი არა. მაგითო გიხარი 60. ერთი ვერსია მაქვს. ო, დავთესოთ ბოლოკი. იქნება ამოდი. საუკეთესო წეგა. იქნება ამოდის და ყველა იქნევენ ამ ხუთი. ხო, არა მერში აიღო, ხო? ეს კოსმოსში მიმოვფანტოთ ბოლოკის თესლი, ხო, მაგას გულის. დიახ. მორწყათ. აი ეს არის საინტერესო. მანდარ გეტყვი 50% მოვწყათ 50 არა, რომ მაინც რისკი ნაკლები იქნება. დავასხვიოთ. სასუქი პირველ წელს არ გვინდა. დავაბა. სანამ ნასწრენია მიწა. რა მაინტერესებს ახლა კოსმოსში რო ამბობენ ეს კოსმოსურ ხომალდზე იგულისხმება თუ თქვა მთვარეზე მარსზე. ნებისმიერ ადგილას რო კოსმოსში თუ ეს შესაძლებელია, მაშინ ხომალდებზე იქნება ფერმები. თვითონ დავსახლდებით მეზე რა ციურ სხეულებზე და თუ არა და პირიქით. ანუ რაღაცნაირად მე რასაც ვატყობ ახალი ნიუსები რაც მოდის ძალიან ბევრი არის ეგეთ რაღაცაზე და რაღაცა ხდება. აი ხა წინა გადაცემაში ხო იყო თურქები მთვარეზე მიემართება. აქ უკვე საჭმელი ჭირდებათ. გეუბნები რაღაცა ხდება და არ გვეუბნებია. გონია რომ მცენარეულ საკვებს კი არ უნდა მივაწვეთ. ცხოველურს. ცხოველურს. ხო, დაიყვანე დაკარნე. ო. აჰა.
ქათამი იყოს რა კოსმოსურ ხომალდზე. რას გიშლის? მას კლინტავს და ეს არის. ის კლინტავს, ესე კიდე გინდა რაღაცა ცხოველი, რომელიც იმ კლინტს ანადგულებს. არა, ის კლინტს აიღებ და იმის ბოლოქს დაუყო. აა მეორე წელს, პირველ წელს რა უყო? პირველ წელი ბიჭოს, თორე მე ავაწყე. ერთი წელი ერთი წელი რომ ეს კლინტზე რაღაცა მოგაფიქრებინათ, უკვე აწყობილია და 500,000 ჯიბეს. ანუ მიყვავს სირცხვილია ასტრონავტი რო კოსმოსში გადის კლინტში რო ფეხი ჩადგმული. არ არის ლამაზი. ეხლა ნახე ფული გვექნება აღჭრის. მოვიფიქრე. მაგერად ქათამი ბოლოკით რო აქ ვახშნათ უკვე ეს ქათამი რომ მიყავს მან ერთი შენება პრობლემა. იმ ქათამს რა საჭმო? ბოლოქს კაცო. აღჭირ ხალხო. რა მოგივიდა მართლა. ბოლოქს ხომ მთლიანად არ ჭამის, ფოთლებს დაუჭირდა ქათამს აჭმევ. ცოტას კლინცაც გაურევ რომ იქნებ ნაწილი გააყოლო. წრეზე რო გაგვაჭმევინა. ვა. აი ეს საკითხი გადავჭერი. ეს 5000 ფული რო ჩაირიცხება. გაისხა მოგიწევი. ხვალ რო ჩაგვერიცხო. ხვალა ნუ რაღაც 2 წლის მერე. არა რატო 2 წლის მერე რატო ხვალ იყოს? არა ჯერი ხონდა წადო. სხვა ბანკია და ერთი დღე უნდა. ოყვანა უნდა წადონა ყველაზე კარგად თუ ამაზე მოვიდა. მე ჩაგვერიცხა. არა რატო? რამე სხვა ცხოველი, ალტერნატიული ცხოველები რო მოვიფიქროთ არა ქათამი. ეს კლინტიც ალტერნატი ბუ. არა. არა ეგეთი ყველაფერს. თევზი. თევზი მე წყლით უნდა გაუსვო, ან სკაფანდრი უნდა კონდეს თევზი. წყლიანი სკაფანდრი. ხო, იქნებ უფრო იაბიჭდება. გველი რო იყოს. ან იმაში რა, 9 ლიტრიან კილოში ჩავაყოფინოთ თევზს თავი. ხო, მაგას. ტეიპით კარგად იმასაუბრა. ხო და თავი აქვს და ამ კუდით დაცული. აი, მართალია. აერში დაცული. ანუ ფიზიკა არ იცვლება მისთვის რა. არ არის ეგ ცუდი. გველი კაია, ოღონდ უნდა გავყინოთ რა. ხაყინული უნდა იყოს რა. არ გველი კაია ესე ჩამოკიდებ და ბევრი ეტევა რა. ესე ჩურჩხელებს რო გიყო. და დასიცინეს. ხო და რა გენოკლება, მთავარია რომ თან შიგნით კი არა, შეგიძლია რაკეტის გარეთ გაუშვა რა, გამოკიდო. არა, აეროთ ვერ გაძლებს. რა, გველი? ხო. ცოცხალი გველი გინდა? ხო, აბა. აბა, ის უნდა გაიზარდოს. მთელი მუღამის არის ქათამიც ეგრეა. კვერცხები მიგაკ. თავ შემოაყოფინებ, არა როგორ თევს. მარტო თავი ეგრემა შემოაყოფინებ. იგი გავიგავთ იხვანცალებს ხო? ხო და ლენას ესე გააგო. გუგულის საათივით იქნება. ოღონდ ხმარგა. შიგადაშიგ ჩაუტენი. გველი რატო იცი თვეში ერთხელ ჭამს რა. და იმ ქათამს ვაჭმევთ რა. კვერცხს. ქათამი რამდენ კვერცხს თვეში. თუ ის თვეში ერთხელ ჭამს. რასან ფერდი ქათამის კვერცხები 30 გველს გააძღებს. რატო არ ეხა ქათამი ხო ყავს? ქათამი ხო ყავს? არ ქათამი გველით და აუ ეს ბოლოკი რო გაგვაკეთებინა აწყობილი არის. ბოლოზე ვარ ძალიან ჩამოკიდებული ეგ მომწონს. იმიტომ რომ რაღაც ალტერნატივა გვაქვს. ბოლო ამიჯო გაზები იცის და ამ ჯაკეტილ სივრცეში ცოტა რისკი შემცველია. არა, მაგას აი აბა მაგას ზრამში გავა. მაგარია. მაგარია. არსამდე ვარ ლიწილიწინით ჩასული. პროდიუსერს თხოვოთ რომ ამას რო ატვირთავს ინტერნეტში, ნასაც დათაგებს. გას კარგი, შენი რა ვიდი. 500 თუ არა, იქნება 50000 მოგწე. ან ბოლოკი გამოვიგზა. აგინე $20-ს რომ გადავიდეთ შემდეგ ახალ ამბავზე. ბლუმბერგის გათვლებით, მსოფლიო ვაქცინაცია ამ ტემპით თუ გაგრძელდა ეხლა რა ტემპითაც მიდის, საბოლოოდ დასრულდება პანდემია 7 წელიწადში. ვერ არის კაი ამბავი. ანუ 2028 წელს უკვე თავისუფლად შემიძლია გამოვიდა. შემიძლია 10-ზე მოვიდა სახლში. ქუჩაში გამოვიდა პირბადის შვენიერია. ხო, მაგრამ პანდემიის დასრულება არ არის. აუცილებელი არ არის დასრულდეს რომ შვიდათ. აბა, შესვენებას გამოაცხადებენ? ხო, მე თუ აწრილი ვარ, მე შვიდათ ვარ. დანარჩენს რაც გინდა ისქენი. გააჩნია მან არ არის. ბიჭო, შენ თუ აწრილი ხარ დღეს მაგალითად ბევრი არის, ვისაც მოხდილი აქვს, შვიდათ არის, მაგრამ პირბადით მაინც უნდა იაროს 8-ის მერე მაინც ვერ წავა. ნო, რესტორანში ვერ შეხვდა. შვიდათ რებში სახით რო ისდე იქნები რა პრობლემა. კარგი. ამაზე არ ვიქრია. 7 წელი, ანუ 2028-ში? ხო. 8-ის
თებერვლის ბოლოს კი. რამდენი წლის იქნები? ზუსტად იქნები 50-ის. და გამოხვალ იუბილეზე უკვე შეიძლება გადაიხადო. ყველას დაგპატიჟებთ, ვერავინ ვერ იტყვით, რომ ეხა ეს არის პანდემია და ესა და ეს. და დავთვალეთ 28-ში მაგის. აუ მაგრა დავთვალე. რაღა დარჩა ისე პრინციპში ეხა წუწუნი როევას 7 წელი რა ვერ უნდა მოითბინო ეხა ვერ. რო დაიწყო თვათაშორის პანდემია, მახსოვს რომ აი მე ეს ერთი თვე ვერ გავძლებ. მახსოვს ეს ფრაზა იყო ძალიან ბევრი. ამერიკელ კაცს ანტარქტიდაზე 53 წლის წინ დაკარგული საფულე დაუბრუნეს. როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანი იყო მკვლევარი, ანტარქტიდაზე მეტეოსადგურზე მუშაობდა, 53 წლის წინ იქ ცხოვრობდა და დაკარგა საფულე. ამოუვარდა რა, ჯიბით. უკანა ჯიბეშია და. ალბათ. ბოტას საცველის უკანა ჯიბეში. და რო დაიხარა. ერთი წამი და რა მოხდა მერე და ეხლა ხან მივიდნენ და ამ ცულიან ამ მეტეოსადგურს და დაშალეს და დაშლის დროს იპოვეს. სადღაც იყო შევარდნილი. და დაუბრუნეს, გამოუგზავნეს ამ ადამიანს. მე მეგონა რომელიღაც თეთრ დათვს ჰქონდა წაღებული და ლატაობდა იქ ბარათით იხდიდა ყველა. აი ხა ამ მეცნიერის აღმოჩენის რა უნდა დაიჯეროთ თავის ეხლა რა საფულე ვერ მაინტერესებს? უპოვით. არა, მეცნიერი რო ხარ და ამითი რო გახდები ცნობილი. ხო. საფულე გიპოვეს. შენს კი არ იყო. სხვა აღმოაჩინა შენ საფულე. და ეს რო ის 53 წელი ეძებდა კიდე ამას ყველგან. ამას აკეთებას. ყველას ეკითხა. შენ და ხوار დამშინიას. მოგვიგზავნა დავით ეგიაზაროვმა. ბიჭო. ბუ მოვიდა და წერილი მოიტანა. წერილი არის შეიძლება ჯარში გაწვევა. ან დაკარგული საფულე. მართლა ბუა და არა ძლევს, არა წაგემის. ბიჭო რა სახით უყურებს? ხო თქვენია, საბუთი მანახეთ. როგორ მიუხურა ნახე. ხო, აბა. სამსახური აქვს იმას, შემოდალიო არა მუშაობ. აა ნახე როგორ იყურება ჯი. დახანებული პანდემია ხა შეიძლება შედი გამოდი. მაგრამ რა გიყურს ჰარი პოტერი ხო ესე იყო? ჰარი პოტერი კი იყო, მაგრამ წესით ამ სამუშაოს ტრედი არ უნდა ასრულებდეს? არა. გასმიკე, გადაგვარდა რა, ტრედს აღარ გავს და ბუბ ნახე ხედა. აი ნახე. ეს ხო ღამის სმენა არის, ამას ხოლმე უნდა მოგონდეს. ხო, მაგრამ ეს დამატებაში იყო ღამე. და ეხლა რა არის, იცი, როცა ის არის, რა ქვია, კომენდანტის საათია, ამათ საშვები აქვს ამათ. რომ შემოაღამდეს ტრედი რაკნას ტრედმა. ხო. თან ტრედს ყველაფერი შეჭამს ეს თვითონ მტაცები. ეს შეიძლება ის არის, ამაზონში მუშაობს და ის მოუტანა შეკვეთა. დრონი შეიძლება არ არის ბუ და დრონი არის. დრონერად არის დრონი. დრონის მძღოლი. დრონი ყავს გაჩერებული. თავიდან ჩარტე გეხოცები ეს ვიდეო ძალიან მაგარი არის. აი თავიდან რომ ნახო ეს ვიდეო. რომ მოუტანს იმას და რომ უყურებს, ცალთვალს უკრავს. ბუ უკრავს ცალთვალს, ნაი. ოპა. ეს ანიშნე ეთქვა, აქ არის, მაგიტან რაღაცა ის არის, მე მგონი. იდენტიფიკაცია გაუკეთა. შეადარა პასპორტის სურათს. ანუ დრონია, ხო? და სკანერა. არ მიდის რატო? პასუხს ელოდება. რომ ნახავს წერილს მიწევს და გავს. ეს არის თანამედროვე ის არის, კომპიუტერი რა, ამითი უგზავნა მეილს, ხო, მეილი მოიტანა, მეილი წაიღო. ფანჯრები ამათ შაურმაც დააქვს უიცი. ბურო მოდის დიდი შაურმით. და შენ რო დაგინახოს, ციცაკიანი. ოღონ ფრენით ვერ შევძელი და ფეხით რომ მოათრევს შაურმას. პარიზში პოლიციამ კოვიდ უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 81 ადამიანისგან შემდგარი ორგია დაშალა და მისი მონაწილეები დააჯარიმა. კათის მერე იყო ეს ამბავი? დაშალა უხდება თუ გამოღლიტა ერთი. დაშალა კულტურად არის, ერთი მოაძრო. ხო, უფრო რაღაც არ მე დაფიქრდა, ეხა რომე. დაშალა როგორც კონსტრუქცია დაშალა. და შეიძლება ეს რომ მოაძრო, არა, შემოუარა. სხვა გამოაძრო. უკაცრ, არა შეიძლება ეუნები, უკაცრ თქვენ. ეს იგი განტრიალდება. რა შეიძლება ეს? აი აქ გამოვა, იქ რაღაცა ჩამოვა. იქ სხვა ჩამოვა. ვიცი ხო დამაგრებული. რა პასუხო უკაცრ თქვენ.
81 ვერ წარმოვიდგინე. 81 რაღაცა ბევრია. დიდი შენობა დაჭირდებოდა თან. უპასუხისმგებლობა რა, ყველაფერსო თავიდან. თუნდაც პანდემია არ იყოს 81 ადამიანი. რა გამწარათ არის. ხო, მაგრამ წესით ახ სამხედრო ამბავში ლუცი უნდა წახვიდე 81. არის ლამაზი. პანდემიაც უარ იყოს რაღაცას მაინც აიკიდებ. 91 კაცი რო არის. აშკარად მანეჯ ჩახლარ თუ. 81 თან დიდი შენობა ჭირდება. ეს ჩვეულებრივ ბინაში ვერ შეიგრიბება 81 ადამიანი თან ესეთი რაღაც გასახანაში. ხო, რაღაც სააქტო დარბაზი უნდა. არა ბიჭო, დროც ბევრი უნდა. 81-ისა. ეს სანამ კონდიციონერი მივა 1 საათი უნდა მომსადე. მეტა ამ 81-დან ვისგან აგორდა. ხო სადღაც ერთად ხო ვერ დაიწყებოდა ხო რაღაც. ის რო გამოხსნეს ბოლო ვინც იყო. უკვე სულ ზღაპავდა. როგორი ის ბოლო შეიძლება მაგან გამოიძახა. ეს პატრონი ხსნიდა მე ჩაიხედა და აქ კიდე არის. ამზახა იმას. ეს რას? ვიღაცამ ხელი ამოყო და კონტაქტია და ხელი ამოყო კი არა. აკაკუნებ. აკაკუნებ და იატაკზე. მიწის ის დროს. ძახმა. სტოიკაში დადგა ისე და კუდიდოზე შემოდა. იქო არისო ვიღაცა. მე ჩაძახეს და დარჩა. ოი 81 ადამიანი ერთად შეგრებული არავის არ ეცოდინებოდა ზუსტად რამდენი არიან. გამორიცხული თუ რაღაც თავიდანვე არ შეიგნებინა სიებით არისო. მოსათოი. ყოჩახ პარიზი. მაინც არის პარიზში რაღაცა რა ის. და ის კიდე ყატარში წავიდოდიო. შენ ყატარში არის. შემდეგი არის ფოტო ინტერნეტიდან. ძალიან მოკლე ელოა შესაძლოა. აი რა ასიკო. ნეტა დიზაინერმა მოიწია. მაგალითად სიცივეში მოიწერა შევიკრავ. ვახ, ძალიან მაგარია. რა საჭკაობა არის, რა არის? ფულის გათეთრება. რაღაც ფორმა არის. აშკარად. ხო, ეს რატო უნდა გააკეთო? რატო უნდა იყიდო კიდე სხვა საკითხი? აი ერთადერთი, აი ხორცს თუ მოიყოლებში. მაგისტრის გამოდგება. ხო, თორე. სხვა არანაირი. მოიყოლებია? კი. მეცნიერება საბოლოოდ დაადგინეს მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ვომბატების ექსტრემენტები ოთხკუთხედი. ეცა ერთი წამი. ანუ დედამიწაზე არის რაღაც ცხოველი, რომელიც ოთხკუთხედებს შვება. კუბიკებს. აი ნახე, ის არის რასაც შვება და ეს არის ვინც შვება. რაც შვება. ვომბატი რა? ეს არის ვომბატი. კოჭთაგვა? ანუ უფრო მღრნელი მგონია. რეალია კი. რას ხაგნის ამისთანას კამათლებს ჩამს. ბიჭო, ოთხკუთხედებს როგორ შვება ეხა? ამის მიზეზი გაინტერესებთ? როგორც აღმოაჩინეს ამის მიზეზი, თუმცა მე ვერ ხვდები. დაადგინეს ბარემ გვითხარი. ხო, ნუ მისი ნაწლავი არის ძალიან გრძელი სიგრძეში. ხო. და ასევე ის რომ საჭმლის მონელებას ისუნდება ძალიან დიდი ხანი რა, ანუ 2 კვირის განმავლობაში ინელებს ერთხელ ნაჭამს. აქ რა შუაში ოთხკუთხედის ინელებს ვერ ხვდები, მაგრამ ეს არის მიზეზი. ტრუბა კვადრატინისა ეთყობა. აი ეგ არ წერია. ერთი წამი. გამორჩათ. იმენს აქ თვისება რომ დიდი ხანი თუ ორგანიზმში ოთხკუთხედდება. მომაშორე ეგ მეცნიერები. არ ვიცი, არა, ტყუილი როგორ არა. შეიძლება ოთხკუთხედი როგორ გახდება თუ ოთხკუთხედ ფორმაში არ არის? გეუნები მე ტრუბა კვადრატი. ტრუბა კვადრატი აქვს, ანუ მან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და იქ ესეთი გამოსვლის დროს რაღაცა ან თვითონ არა, მან გეტყვი იქნება კუდი აქვს და შუკ ისე. შეიძლება. ვაცნაირია, თავი უფრო შეშინებული დიდი, ეს უფრო ეს დასტოინათ მოდის. ზუსტად იცის რაზე მიდის აი ამ ფოტოში ესე ჩანს რა. რა, იცი რაღაცნაირი ისა აქვს. თავისი თავის ფასი იცის რომ მაგის გარდა ესეთ კუბებს ვერავინ. ერთი ეგარია, მეორე არის რომ იცის რომ 2 კვირა რო ატარო. ამასაც გაძლეობა უნდა. და რო იზამს დახედავს კუბს და აუ იანვარში ბიჭო რავი. გააგზელებს გზას. არა, მე გადახედა ერთ საერთოდ ეს არ ვარ გამ.
არა, ეს წკიპურთით. ოპა, ეს როგორ მომივიდა. ამას ნახეთ, კაია. და ბიჭო, კიდე ერთი აზრი მაქვს. შეიძლება ეგეც კი არ შვება. ჩვეულებრივ შვება მეტი. ავტოვისი თათე. ვინ უნდა უყუროს, ხო? ესე გააკეთე, შეკედოს იზრდება. ესე შავინც წაასწრო. ოპა! ვინც წაასწრო და ნახა იმას კლამა. რამე საშინელებათა ფილმში რო გადავიდა. აცინებს. აი ეს იყო დღეისათვის ახალი ამბები რაც გქონა, კარგად ვამთავრებთ ამითი, ხო? ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი დასრულებულია. ტრადიციულად გადავდივართ მეორეზე. მეორე არის ხოლმე სტუმარი და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე. გამარჯობა. გაგიმარჯობა. როგორ ხარ? ნახე, ჩვენ ხო ვიყავით ჩვენთან სტუმრად, მაშინ ოღონდ სხვა გადაცემაში. კი ბატონო, კარგად, თქვენ როგორ ხართ? როგორ გელაპარაკოთ, არის ხარ? როგორც გინდა. როგორც კი. აი, მაშინ ესე. ამოიჩემენ. პატივცემულოთი. და მე თქვენობით. კი ბატონო. ასე გარაპარაკე. შეულებრივად გველაპარაკე რა. მსახიობი და ტელეწამყვანიო და მარტო ეგ ხარ, მე მგონი ბევრი ისინი. ვაი, მე რამდენი რამე ხარ მართლა ამ პატარა ასაკში როგორ მოასწარი, რო ვიკითხე, ნახევარ საათი მიყვებოდე, მე ჩამეძინა, რო გავიღვიძე კიდე აქზე. ხო. სხვათა შორის, ანუ არის ხოლმე ძალიან ხშირად შემთხვევები, რომ აი Instagram-ზე რასაც გავაკეთებ და Instagram-ზე დავდებ ხოლმე stories-ზე, რატომღაც ის ხვდები მე მეორე დღეს. აი ერთ დღეს რაღაცა ყვავილებს ვკრებ, რაღაცა მიყვავილე და ასე შემდეგ, ანუ რაღაცებს იმაშვებიან ხოლმე. ინტერპრეტაციას უკეთებენ, არა და 900-ზე მეტი არ ვარ. Instagram-ზე მყავს 156,000 ფოლოვერი. ყველას იცნობ მაგას? არა, რა თქმა უნდა. რითი აკავებ ამ ხალხს? რას აკეთებ ესეც? არ ვიცი, აი ჩემ ყოველდღიურობას ვანახებ და ძალიან აინტერესებთ ეს ყველაფერი. აი backstage-ის ამბები და ყოველდღიური ცხოვრება და ასე შემდეგ. რა ისეთ განსაკუთრებულს არაფერს. მსახიობობა და ანუ ჩვენ რაც ეკრანზე გნახეთ სერიალში, იმამდე სადმე იყავი? იმამდე ვიყავი. კი, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვთამაშობდი იქამდე. ეგენი არ უთქვამთ ამათ ჩემთვის. ხო, აი მანდ წარმოიდგინეთ, მანდ ვთამაშობდი. რამდენი წლიდან დაიწყე? ესე უნდა დაგეწყო, სამშობია როში გააკეთეს პატარა სპექტაკლი. ახალ დაბადებულების პატარა შოუ იყო. მაგაზე უხუმრობენ ხოლმე 10 წლიდან თეატრში ვარ. 10 წლიდან სცენაზე ხარ? დაახლოებით ეგრე. თან მეორე პროფესიაც მექნება საჯარო მმართველობაზე ზუსტად აი წელს ვაბარებ მე ეხლა მიწევს და ეგ მეორე პროფესიაც ეს მეგონა მოგიწიოს მაგაზე რომ ჩააბარო თუ რა? არა წელს მიწევს თქო ჩაბარო საჯარო მმართველობა რატო აირჩი? საჯარო მმართველ არის დირექტორი უნდა გამოხვიდე? საჯარო დირექტორი. მარტო შენს კაბინეტში ვერ დაჯდები. აი ზუსტად. გამოხვიდე ხო, ხო, ეხლა წადით ის გავაკეთე. აი ზუსტად ეგ. ამ თინეიჯერებს ეხლა რა პრობლემები? აი მთავარი პრობლემა თინეიჯერების რა არის? ჩემ დროს იყო შუქი როდის მოვიდოდ. ხო, არა იქ პრობლემა. ან ლიფტი არ ჩამწყდარიყო. ან პურის რიგში როგორ გამძრალი იყავი ისე რომ უფროსებს არ გაელახე. ეხლა ალბათ ვის უფრო მეტი ფოლოვერი ყავს TikTok-ზე მაგალითად. ეგ არის ძირითადი. ან Instagram. ხო, მაგრამ ეგ ხო რა არის, შეიკრიბე ციფრები თქვით და დაიშალე. კი, 750. იმას დაიშალე ნერვიულობ, ვა 750. არა, იქ მე მთელი ამბავი, ანუ ესე კი არ მტკიცდება მარტო ახლა შე რო თქვა რომ 152,000 ფოლოვერი მყავს, კერდა გიჯერებენ ესე. შემოვა და ნახავს რა. არა, იქ მთელი სტატისტიკებია. ოღონდ ანუ შეიძლება რომ იყიდო მაგალითად ეს ფოლოვერები, მაგრამ შენ ის ნამდვილად რა ღირს? არა, მე არ მიყიდა, არ ვიცი. გიორგის მინდა აუღო. არაფერი არ არის. გიორგის ზომები არის. რაღაც ორი მინდა აუღო გიორგისთვის გოგო დაბეჭი და მე გამბრავლე. გიორგი გამბრავლე. ხა არის რაღაც აპლიკაციები, საიდანაც ყიდულობ ამ ფოლოვერებს. მაგრამ მე შენ სტატისტიკაზე ვიღაც ინდოელები დაგიხო. ხო, აი ზუსტად და თემის სტატისტიკები, ვის ამდენი ნახვა აქვს რაღაც სტორებზე, ან რამდენი ლაიქი აქვს სურათზე. შეიძლება იყიდო გამომწერები და ყავდეს 200,000 გამომწერი, მაგრამ სურათზე ქონდეს 3 ლაიქი მაგალითად. ეგ ცალკე ფული ჟერს კიდე რომ ამას თქვენ თვითონ ვეითვლით თუ დეპარტამენტია რა? არსებობს ახლა Instagram-ერთან კავშირი. ანუ შემიძლია რომ ვიყიდო ფოლოვერები. რა კავშირი? ანუ შემიძლია ვიყიდო ფოლოვერებიც, მე ამ ფოლოვერებში ვიყიდო ისეთი ფოლოვერები, რომლებიც თან ჩემ სურათებსაც ნახავენ, ჩემ რაღაცებსაც დალაიქებენ, კომენტი არ გამოვა ინდურად რომ რაღაცა და თუ ისე ბანძი ინგლისური. აი მან უკვე იწვევი რა. Very good ეგეთი. ახლა რა მაინტერესებს? ამდენი ფოლოვერი რო ყავს, მაყუთს აკეთებ?
კი. ბრენდებს არეკლამებს, კი, ერთ-ერთი საკმაოდ კარგი შემოსავლის წყარო არის ზოგადად სოციალური ქსელები ამ საუკუნეში, იმიტომ რომ ყველაფრის რეკლამად და ეს წინაში არ იყო. ხო, წინაში საერთოდ არ ჩვენ წინაშია. ხო და ყველაფრის რეკლამა ხდება სოციალური ქსელებით, რა, შესაბამისად ბრენდებთან, რაღაც კომპანიებთან და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, არის კი. შენ თვითონ აკეთებ რეკლამას? ანუ ის მაღაზიაში შეხვედრა და ნახეთ რა კარგი რაღაცა იყიდება აქ, აი ეს შეგიძლიათ შეეძინეთ 15 ლარად. კი, რა თქმა უნდა. კი. ეგეთები მაგარი მოუხდა ხო? მაღაზიაში შეიყვანა. და აი თქვა ჯანელამ ამ თავისი 300 ფოლოვერით რო ეგ ბიზნესი დაიწყოს. 15 ლარიან რეკლამასაც ვერ გაკაჭა? აი რამეს თავდადები. აი წარმოიდგინე ონლაინ 300 არ აგვერდა. ვისაც გინდა შეუვარდეთ. რამეს გადაუხდიან თქვათ საღეჭი რეზინის თუ არაგველებიან ხმლის რეკლამაში. ეგ უკვე ინდივიდუალურია, თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა ფასი უღირს. ხო, ეს ძალიან ის არის. იმას არ აკეთებ, უფასო პოლიტიკური რეკლამები რო არის, აუცილებლობა რო იყო. მაუწყებელს. ბეჟან ცუცკირიძე, შემოხაზეთ ნომერი 76. ოღონდ დაწერე, უფასო პოლიტიკური რეკლამა. და ინსტაგრამით ნაშრომი ფულს ყუათი არა. ინსტაგრამით ნაშრომი არა, მადლი. არა, ინსტაგრამით. მადლი აქვს ყუათი. იკო შენ? კი. მე რაღაცა არ ვერ გავხსენ. პირველი ვიყავ ინსტაგრამი რო ავიღე იქ ნომერ აიღე იმაში. რუსთავში ნომრების იცით რა, აი ეს კენტები და ინსტაგრამი რომ მომწე. ჩინ რუსთავში არა. იმ იუსტიციის სახე. სამოქალაქო რეესტრი. განცხადება შეიტანე. მივედი. ამან დააჩქარებინა სამსამუშაო შეგიძლია ნახო ვინ ყავს იმ 150 კაცში? 150 კაცში. 150,000-ში. გეძინა. იგი აი ძლივს უჭირავს უმეტეს. 150-ში რო ნახო. შეგიძლია ის დაქნევაზე ხუჭი ჩამოყვე და ნახო. თავიდან ბოლომდე რო ყველა ნახო? არა, აი თქვა დასერჩო რომ რონალდო ყავს თუ არა. რონალდო არ ყავს. შენ მქონდა გადაიტანე ვირუსი, ხო? კი ბატონო. როგორ გადაიტანე? როგორ გადავიტანე და თულად თუ ადვილად? ხო, იცი რა არის, აი ვერ გავიგეთ. თან მე მთელ ოჯახს გადავდე, ყველას გადაგვედო საერთოდ სახლში, გადაგვედო რა მოვიტანე და მე გადავდე. კიდე კაი ფოლოვერებს არ გადადე 150,000. კიდე კაი. აი რაღაცნაირი ვირუსია რა, ვერ გავუგებ, არც იქით არის, არც აქეთ არის. შეიძლება და ერთი გირიბანი ასა ვირუსი. აი ზუსტად. იქით რომელია და აქეთ ვერ ხო და აი ნახეთ 14 დღე არის როცა უნდა იყოს სახლში, ანუ 2 კვირა და ამ 2 კვირის განმავლობაში გადაწყვეტე 14 დღე დარჩი თუ 2 კვირა. აი მე გადამაწყვეტინეს, მე ეგეთ გადაწყვეტებს მარტო ვერ მივიღებდი. და მოკლედ აქედან ერთი დღე ძალიან ცუდად ხარ, მეორე დღე შეიძლება უკეთ იყო, მესამე დღეს ისევ ცუდად ხარ და აი ვერ ხვდები რა, ზოგჯერ წამოხვდებოდი ხოლმე რომ აი მე კარგად ვარ, არაფერი ამჭირს და იმ საღამოს რო რაღაცა ამტკივდებოდა, მე ვეღარც ვდგებოდი ფეხზე და ესე 14 დღე იმას ვქენით რა. გემოდაყნოსვა დაკარგე? კი, გემოდაყნოსვა დავკარგე ზუსტად მე-5 დღეს. და ან ჩემი გობარს მანამდე გადატანილი ქონდა ეს კოვიდი და მაგასთან გავდიოდი უფასო კონსულტაციებს რა, იმიტომ რომ არასდროს ეს ექიმს ვერ დავუკავშირდი. ცოტა მძიმე ფორმა თუ ფოლოვერებსაც კარგავ. ხო და არა გადავჭით მაგ ფორმამდე არ მივედი და მირეკავს და მეუბნება რომ უკვე ფოლოვერები, უკვე მე-5 დღე გაქო და წესითო აი ხაო მე-5 მე-6 დღესო ხდებაო გემოს და ყნოსვის დაკარგვაო და მე ავიღე ლიმონი გავჭერი და როგორც ის შევჭამე ზეფირი ისე შევჭამე ვერაფერი ვერ ვიგზენი ვერც გემო ვერც ზეფირს რატო აყენებ შეურაცხყოფას ჩვენი გემო არა ხო და ზეფირი ძაბილობა კბილად აი ლიმონს რო ისე შეჭამრო სახე არ მოგეჭმუხნება აი ანუ ერთი წამი ეს მნიშვნელოვანია ნახე ანუ გემოს კარგავდა შენელდა ხო და მაყურებელს უთხრა ხო ჩაწერის წინ ძალიან მაგრად ჭამა აი გამოსკდა და ეხლა მიაგძილისკენ ენერგიას აცლის ეს არის ჩემი შესაძლებლობების მინიმუმი რა მაინტერესებს კარგავ გემოს თუ გეჩვენება რომ სხვა გემოს ეხლა ლიმონს რო ჭამდა ზეფირი გონია ესე იგი
გემოვნული ჰალუცინაცია გაქვს. ეგეც იყო, მაგრამ არა, ანუ აი ზეფირს ხო ჭამ ისე რომ ქსიამოვნებს რო ჭამ, ხო აი რაღაც სახე არ გეჭმუხნება და რაღაცა ჯავე. მე მგონი ზეფირია ცუდი მაგალითი. კარგი, სუნიც ეგრე, ხო? ყველაფერს სუნს საერთოდ ვერ გზავ, აი საერთოდ ვერაფერს სუნს ვერ. გადარჩენილია. ეს მიწა უკვე. ეხლა აღარ იყო. მაგრამ მე კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო გადარჩენილი. რატო ხარ გადარჩენილი? აი ბიჭო, ძალიან გამიჭირდება გემო რო დავკარგო რა. რა გაგიჭირდება? ეს გემო არ ჩემი იდენტობის ნაწილი. გემოს და რამდენ ხანში დაგიბრუნდა? მე დამიბრუნდა დაკარგვიდან 2 კვირაში და აი მაგალითად ჩემ და დღემდე არ დაბრუნებია გავიდა 2 თვე. გიტანეს თუ და დარწმუნებული ხარ რომ შენი დაგიბრუნდა და შენი დისარა იქ. აი ეგ გადაგვიმოწმებია სხვათა შორის. შეიძლება აური გიყვარს რაც კორონამდე გიყვარდა. კი, ისე. ყველაფერი ანუ ყველაფერი. ესე იგი შენ. ორკვირაში იქ 2 თვე გავიდა და ჯერ არ დაბრუნდა. ხო, ეგ ძალიან ხშირი არის. ვისა? ჩემ დას. აი ამ იმითი რა ვქო, ფოლოვერებით უფრო მეტი ფული შოვნა შეიძლება თუ მსახიობობით საქართველოში. საქართველოში მე მგონი ფოლოვერებით. თან გაცილებით, იმიტომ რომ გაცილები? კი. ანუ ორივეს თან მქონია შეხება ახლა და კი, და თამამად ვიტყვი რომ კი. ეხა გისმენთ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი და აი დიდი ცრემლი. ეგრე. და დაურეკა მოადგილეს. თეატრისა და ინსტაგრამის ხო არ დავარქვა და. იმიტომ რომ ინსტაგრამთან არსებული თეატრის ინსტაგრამისა და ტიკტოკის ინსტიტუტი. ხო, იმიტომ რომ პრინციპში აი შეიძლება ითქვას, რომ აი რაღაც მსახიობს რაც აქვს, ხო, თვეში მაგალითად ხელფასი, ზოგი ინსტაგრამერი ნუ ერთ პოსტში ან ერთ სტორში იღებს მაგდენს. ხო, მაგრამ თვეში რამდენიმე ეგეთია აქ პოსტი? რა ძალიან ბევრი, ხა მე უკვე ერთ წარმოგიდგენთ მთელი თვე უნდა იპახაო, რასაც აიღებ, აქ შეიძლება ერთი სტორი და ის ხო, მაგრამ თვეში ერთხელ თუ გაქვს ეგეთი შეყვება. აი უკეთესია მე რამდენ სამსახურსაც გეიმ. აი მე მაგალითად დაახლოებით აი კვირაში ერთს მაინც ვაკეთებ რა. ფასიანს? რა ხო, რა თქმა უნდა. ანუ თითქმის ყველა ეგრე არის, მაგიტო უღირდეს. რამე ადგილები არა გაქვს მოვაწყო. შეიძლება ფიქრი, კი, რატომაც არა. რამხელა იყავი ჩოგბურთის თამაში და დაიწყე? ჩოგბურთის თამაში რომ დავიწყე, ვიყავი სათხაც 8-9 წლის. და როდის დაანებე? დავანებე დაწყებიდან 9 წელიწადში. 9 წელი თამაშობ. რომელ კორტებზე დადიოდი? დავდიოდი ბაკეში. აქ ზიურის კი ბატონო, თითქმის ყველგან, იმიტომ რომ აი როცა პროფესიონალურად ვარჯიშობ, ხშირად გიწევს მწვრთნელების შეცვლა. ესე სერიოზულად რომ ტურნირებზე გამოდიოდი? კი, და ხშირად გიწევს შეცვლა, ამიტომ ხან საბურთალოს კორტებზე, ხან ვაკეში, ხან ლეილამესის კორტებზე, ასე შემდეგ, ანუ გააჩნია სად ყავდა მაშინ ჩემი მწვრთნელი. ვისთვის თავიდან ლაპარაკი. მე სისტემატიურად ვუგებ ხოლმე შარაპოვას. შარაპოვას უგებ სისტემატიურად, ანუ ჩვენ ესე გვაქვს ის. სულ ვუგებ და ეგ აქვს ხორებაში ერთი. აი რუსკას ვერ მოვუგებ. თორე ინსტაგრამ ფოლოვერებში ის იგებს. ხო, ინსტაგრამზე ის იგებს. ან ტურნირებზე გამოდიოდი? კი, რა თქმა უნდა. ეს ლაპარაკი რომ დავიწყეთ იდეა მქონდა რომ ვეთამაშები ნისგავზე თქო, მაგრამ ეხლა რაც მოყვა უკვე აღარ ვიცი რა, შეიძლება თუ არა. ხო და მე ეხლა ვცდილობ ხოლმე ისე ხო ვეღარ ვაგრძელებ როგორც თამაში. რამდენად ხშირად ვარჯიშობ ახლა. მაგრამ მე მაინც 2 კვირაში ერთხელ მაინც თამაშობ. კარგი, თანახმაა. როდის შევერკინოთ ერთმანეთს? ოღონდ რამე ნიძლავი უნდა მოიფიქრო, ჩვენ მოიფიქრეთ. მოვიფიქრე. რას მოიფიქრებს ახლა სახინკლე და რაღაცა, ხო? არა. და ჯიგავი სწორი იქნება. ბიუთი სალონი. ბიუთი არა, სალონი. არც სახინკლე არ არის. მიყავართ 4-ვე ბიუთი სალონი. კვალამაზე. ეპილაციაზე და ოღონდ საფარი უნდა იყოს, ირაკლი უნდა ირჩიოს. ნახერხზე თამაშობს მაგრამ. არა, საფარი ალბათ სტანდარტულად ხარდი ალბათ რა, ხო? კი, მე მიყვარს. ან ქვიშა და მე მოგიყრი რაღაცები ასრიალ. ან რომ მომიგებ მომაყრიმე. იხვება რა. ჩამოართვით ხელი. მოკლედ ესეა რა, თუ შენ მოიგე. მოყავს ეს ადამიანები ჩართულები უნდა იყვნენ ახლა რა. რა თქმა უნდა. მოყავს შენი მეგობრები ვინც გინდა და ჩვენ კი სრულობთ. კი. ხვარი და 20-იანზე ვეთამაშებთ 18 წლის გოგოს. რომელსაც 150,000 ფოლოვერი. მოკლედ სადაც შენ იყო იქ მივდივართ შენ მეგობრებთან ერთად თუ მე მოვიგე სადაც მე ვიტყვი იქ მივდივართ ჩვენ მეგობრებთან. კი ბატონო. ჩაჭერი. ჩვენ მეგობრებთან არა, ჩვენ უკვე ვართ 4. თქვენ მეგობრები არ თქვენ კომისია ხა. ჩაუ. ეგ არის. როდის გავთქვათ ერთ თვეში? კი
კი ბატონო. ფორმა გამოჩვევა, ხო, რო ცოტა რომ სიცივეში დაწესდეს. უფრო მეტი შანსი. პირიქით, ასაკში კუნთებს ერხევა რას ლაპარაკობ. აგვისტო. აგვისტოში, 28 აგვისტოს რასაკეთებ? აგვისტო. არა, ნუ სადღაც მაისში. აგვისტო ბათუმი. არა, აპრილი. კარგი, მოკლედ ნიცლავი დადებულია ჩვენ გვერდზე შეგიძლიათ ამ ვიდეოს თუ ჩვენ პროდიუსერი დადებთ შანსები ნახავთ. სონები დავდოთ რა. ვინ რას ფიქრობთ, ვინ მოიგებს და რა ანგარიში დამთავრდა. რა ანგარიში თუ არ იტყვით, მაგრამ ნუ ვინ მოიგებს ამას. აი, მსახიობობა რადგან არის მთავარი მიზანი, ამიტომ დღევანდელი ჩვენი განსაცემის მესამე ნაწილისთვის მომზადეთ ესეთი ნაწილი თამაში, რომელიც პრინციპში რაღაც გამოცდის ნაწილიც არის თეატრალურში, მე როგორც ვიცი, ეჭუდებს რომ ეძახიან. აი მე. და შეიძლება გამოცდა, არ ვიცი, მისაღებზე არის თუ არა არ მახსოვს, მაგრამ ესეთი არის რა და მთელი მუღამი არის ის, რომ უნდა ავიღოთ ფურცელი, რაც ეწერება დავალება და ეს დავალება უნდა გავაკეთოთ ისე უსიტყვოდ, რომ ვინც მიხვდება იმას ერთი კულა. ოღონდ ცუდად ახსნებს არა ვართ. ხო არის რაღაც ნაცოკებს არა ვართ. ახალი ცუდად ახსნებს არა. სული და გული ჩავდოთ ახსნაში, კი ბატონო. პირველივეს ავიღებ. ამას აქ დავდებ, რო იცოდეთ. და თქვენი თითოეული გამოსვლილი აქედან აიღებს მე ამას. მე ვიწყებ და ცუდ ახსნებს არა ვართ, ხო იცი, ეს არის წესი ამ თამაშში. ოღონ ეხყვირილები არ იყოს. ხელს იწევს და ამბობს რა. გადაყვირებები და რაღაცა რა. ზოგიერთმა რო იცის. ზოგიერთმა რო ვიცი. ხო. ცუდ ახსნებს არა, ამ თამაშში ცუდ ახსნებს არა ვართ. ხო. ოპ, ეს ჩემია, ესე იგი ცუდ ახსნებს არა ვარჩი, პირველი მონაწილე გახლავართ მე, რომელმაც უნდა ავხსნა, რაც აქ წერია. უკვე წაიკითხე? ხო. კურიერი. ინკასატორი. ლოტო. ტოტალიზატორის ბილეთში ამოწ. ლოტო. ლოტო. ჯეკპოტი მოვიგე რა. 1-0. გილოცავთ. მოიცა, რომელი ლოტო? მობრძანდით, ბატონო დავით. ნებისმიერი რომელშიც ჯეკპოტი თამაშობს. ძალიან გთხოვთ რომ დააკვირდით რა კარგად ავხსენი. არა, მართლა ძალიან კარგად ახსნა. ვერ ხედავს. სათვალეთია, გულიჯიბეში დებ წესებია, იგი დგა გულიჯიბე წააგე. მე არ მაქვს. მოწააგ. არა და წააგე. ვი როგორ ერწყმის ჯიბე იმას. ფაქტორას. ეს იყო ყურადღება. მეფე. ლოსი. არ თქვა, არ იყვირო. ვაიმე. უკაცრავად. ეგ არის? მიდი დათო რა. ორი ვერსია გვაქვს, მეფე და ლოსი. ისე გააკეთა. ეხლა ბოლომდე ჩემ ვერსიას უნდა მივიღაცა. ლოსი ბრძოლის ველზე. მიდი აბა. ლოსმა გადახედა თავის ჯარს. ბრძოლის ველი. ომი. გიორგი სააკაძე. ეს ყველა გამარჯვება. არა? ფაინი, ამჯერა. დიდგორის ბრძოლა. კონკრეტულ თარიღებზე და პიროვნებებზე არ არის. არა, რა ვიცი, ისე დააკონკრეტე. მეფე სიტყვით მიმართავს ლაშქარს. ეგ არის? ეს არის. ან შეიძლება ეგ ლოსი ბრძოლის ვერზე მქონდა ნათქვამი. შეიძლება გეთქვა ლოსი ბრძოლის ვერზე სიტყვით მიმართავს ლაშქარს. მეფე ლოსი. აი. ანუ ეგეთი რაღაცებიც არის, მე მეგონა. ეგეთი რაღაცებიც კი არა, ესეთი რაღაცეები. ეგეთი რაღაცები. მოდი დათო, კარგი იხავ. მომეცი. ხო, ეს ვისაც ექნება ის იგებს მე რა. წავიკითხე. ფურცელი. არა, წავიკითხე. კერე დაუწყია. ვაიმე ნუ ხარ დაძაბული მოეში. რაღაცა ძალიან რაღაცა ჩოგმუთი კი არა მოეში. აბა. საფურე დაგჭა სახლში. არა? გასაღები დაგჭა. ესე უნდა ვიცახოთ? მომიტევეთ. ტელეფონი დაგჭა სახლში. კარგია. ხედავ? რაღაც ხო დაგჭებოდა. რაღაცა დამჭა. ბოდიში, მაგრამ დარღვევა არის, ხო? ანუ მე არ დიქით ვიყურებოდ.
ანუ თქვენ თუ აზრი არ გაქვს. თუ არ იძახ. თქვენ თუ თამაში არ გინდათ ის გოგონაა რომ დაგვირეკეს. რა დაგვირეკეს. ბავნა. ეხლა გამოიცნოთ, არ გამოიცნობს ჯანელას უწევს. ხო ამის მე. კი. ხო, აი მანდ მოჩეს რო კითხვა არის. რომელი საათია რომ ნახო რამე? ის მარჯვენა გარბის. საათი. ეს იმიტომ ეგ მარცხენა აღონ. კარგი, აუφ. არ არის მარტივი. ეს რა ძნელი იყო? მე ავხსენე. ეხლა ნელ-ნელა გიხსნით და მიყევით ეტაპობრივად, ანუ თავიდან ვიწყებ რა და ვაიმე, საჯარო მოხდება. რაღაცა სერიალს მიყევ. ხელმძღვანელობას როგორ არის მიჩეული? მიყევით რა, არო თქვენ აზე არ ახართ, მიდი. მასკარა თუ არ გიგეთიაო? მიკეთიაო კაცო. ა დიალოგია რამე? რომელი საათი? კომენდანტის საათი. კომენდანტის საათის დროს მოქალაქე მიიპარება სახლში, რომ არ შენიშნოს პატრონი. არა, ავადობა. კამერები დახვდა სადღაც. არა. გაა ტელევიზორის. და ჯანელამ დაინახა და რეკავს პატრულში. ის ხო კამერა. არა. ვახოიე? სამაგერე საათს რო ესე გაჩვენა. მაინც ეს ახალი თაობა რა. მოიცა მაყურებინე. გამოვიდა სახლიდან, მიიპარება. ოპ, პატრული. კამერამ დააფიქსირა. დაინახა პატრული დაინახა ადამიანმა, რომელიც კომენდანტის საათს კი არ ღვინდა. ბატონო, ეგ არის. აჰა. ვახოიე რატო გვერდა პატრულის იქ თანამშრომელი? პატრული რატო იყო? იქ ა იდგა. შორს იყო რა და დამინახა და უცბად. იმ კვადრატში მოძრაობა. წაიკითხე რა დაეწერა წიადადებაში. დაბზანდი, კარგი გოგონა. ეგ წერია წინადადებაში. ჯიბეში არის. ეს რა მაგარებათა ვისწავლოს საათი შეიძლება ესე ვანიშნოთ. ეგ თუ გააქვს მანდ საათი. ის შიგნიდან. მომაქციე, ჩატანიერ. მომაქციე ყურადღება. მე მაქვს სამი. მე ვარ. მე სამი. ყურადღება მომაქციე. ყურადღებასაც არ ვაქცე. მიდი გიორგი ახსენი. ჩაიდო. ბავშვობაში სამმანეთიანს იდებდა. სამანეთიანს ან რაღაცებს. რა ლამაზი წინ დაეცვა რა. დავიწყე. კი. აა. თავის თავს აკეთებს. უჟმური. იჩინთე. ვითა? ქუსლებზე დადის. ფეხზე იხდეს. ფეხსაც მალე გიჭერს. საიდან იცი? ხშირად მიჭერს ხოლმე და ისე რატო დადიხარ როცა ფეხსაც მელი? მე უნდა ახსნა? არ ვიცი, აღარ მახსოვს როგორ იქცევი ფეხს. სულ ერთი ზომით დიწვიდულობ ხოლმე. და ბოლო რთვია ჩუსტი გაცვი. მე ვარ? ხო, აბა. ნოლი ქულით ავდგე ამაყად? მეგრული აქცენტი. ხო თქვი მე ესე თამაშებში უძლიერესი ვარ. კი. მე და შენ ვართ ნოლებით, ხო? კარგია. 2 2 1 ხო? ორთქლი. არა, ეს არის. ეს იყო ის რა. ჯიბე. ხო, ჯიფი. ქაღალდი, ჯიბეში ჩაიდო ქაღალდი. მაყურებინე. კარტია ჩეხა და არიგა. ორი ჯოკერი ყავს. ჯოკერი მოგივი. ჯოკერი მომივიდა. ორი არა? ნახე კარგად ორი იქნება. სამი არა ხო. კაცო კარჩი ნახე პატრონავ. კარტის დარიგებისას მოგივიდა ჯოკერი. აჰა. სამი ქულა მაქვს. პარე მეორე წრეზე. აა, კარგით. მე რა კარგად ვცნე, იმ წუთში იცნობენ. ზოქვიან თამაშს? ამ თამაშს ქვია ცუდახსნებს არა. სუდახსნებს. თამაში. ცუდახსნებს არა. მარტო მე ვარ. ილობის სახელი ქვია თამაშს. აუφ. აუ. აი ხება ორი ჯოკერი მოგივიდა. მათიან ყო. ის პატრულია იქ ხო ვიცით. აი ისე პატრონს ემაგ რაღაც. აი დაიწყე თავიდან. მოდის და ხმის რეჟისორი დაინახა. ვითა? ნივიჟუ გავუკეთო რიგაც. ხო. ყოჩახ. ზუსტად. აი ასე უნდა. აი, 3 1 0.
კი ბატონო. ნოლები რა იყო ეხლა? ორჯერ კალგას რა ხსენი რა იქნება? გამოვიცანებად მივეში ვერ გადმოვთარგმნო ქართულად. მე მეუბნებოდა ისო როგორ არისო ისო. რობერტო არ გინდა რომ დაინახო. მიდი იგო. უჟას უყურებს. არა, ეს რაღაცა ჟმოტური არის. რა არის? ჟმოტური. იმიტომ გაქვს 0. ფანტაზია გაშალი. ახსენ თავიდან. ფეხბურთს უყურებ და არა. პარკინგის კაცი დაინახა და ფულის გადახდა არ. ამას არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ესეც იყოს. ეკრან დივაისში უყურებს რა. მერე წიგს კითხულობს. ხმაური გაიგე. გაიხადე ქურდი. ოპა. რა აბა ჩამოარაკრაკე? ისვენებ და ქურდის ხმა გაიგე. სად ვისვენებ? ოთახში, საძინებელში. სად არის საძინებელი? რა ქვია მას? სახში ვარ და სახლში ხარ და ქურდი შემოიპარა. ყოჩახ. სუ შენით გამოიცა. აი ეს ყოჩახზე მეტი იყო. არა ეს არის. ლამაზი ბიჭი ბოლოს? რატო სიტყვა ქურდი ხო გამოვიცა? კი, და მაგაზე აწყე ყველაფერი. მაგაზე ბიჭი უნდა. ახე. სადნით მიდიხარ? სტაიანში ფულს არ აძლევ. ხო? არა, არაძლევ კი არა. არ მინდა შენი დახმარება ჩემი თვისა. არა გაქვს და ვერ აძლევ. აი ეგ მე წეღავში წინა კითხვის გასულ. მართლა? იტყობა ერთი კითხვით ჩამორჩენილი. მიდი. 4-1-0. არა, მე კარგად ავხსენ. ბოლოა და დაიძაბეთ. 0-იანი კაცი გეუბნები. იმას შანსი არ აქვს. ერთი წამი რა, გადავწყვეტოთ ახლა რომ იმას შანსი არ აქვს და მე კიდე შანსი მაქვს. თავმოჭრილი არ გაქვს. შენ გიხარ. მარ გაიღო. მაგარი მომენტია. მე ცოტა ხანი არ ახსნა გავწელოთ ეს მომენტი. მარ გაიღო. უშინო იყოფ მაგას. ამითი ცდილობს რომ გააცინოს მაყურებლებს. იქნება ერთი კულებ რაღაცა მაყურებლის სიმპათია მაინც. მაგარი იქნება ესე რომ მიიწას რა გაგედა გამოიყო. ჯანელ დასტოინად მაინც. კაცი ესე ყველაფერს კადრობა. ჯანელ მაგარია მაინც დაუწერო. დაგება ამ თამაში ქულათე გამბავი. თქვენ გაიხარ. ეს ნაწილია იმისი. მგონი ცუდად არის. ეს ნაწილი ახსნის თუ უბრალოდ ვიწყებ. კორონა გაქვს. გაჩუმდია. უძღვნა. გაჩუმდი ვიწყებ, ანუ გაჩუმდი უნდა გამოვიცნო. თეატრში არ ხარ ნამყოფი, გაჩუმდი, მსახიობი მუშაობს. მე გამოიცნო. გამოიცნო? მგონია. მე გამოვიცა. იმიტომ რომ აქ ეგ წერია. არ არის ქაღალდი, ის მეორე ყურში. ეგ ბანკის ამონაწერია. მოულოდნელად იგრძენი კოვიდის სიმპტომები. გაიყოლა პროდიუსერი. ჩემი წაგებას დაჭრდი. შედასაც ვიტყურო ძალიან დასტოინად გამოწვე. კაი ქენი რო არაფერია ის იმ ხალხს მიგამოვართ მე მაინც. რაიცი სადააკელა. ოი მე დედა. რა ხარ თქვენ ნორმალური. ანუ მე მოვიგე თამაში. ის ისევ ცივისკენ წაიყო. ორეზე ვინ გავიდა? მეორეზე მე. მესამეზე? დათუჩა მე მეოთხეზე. შენ თუ ჩემზე წინ გონია თავი გახვედი, მაშინ ლაბაძე შენ წაიყვანე დღესა. რა გათამაშდა? რა პრიზი გათამაშდა? ბოლოს წინ როგორი პრიზი გათამაშდა? ის ლაბაზე ყველა რკინჩ მოგებულია. ოი. რუსკა ყოჩახ. მადლობა. გიორგი, შეგიძლია დაამთავრო, გითმობ. ეს იყო თამაში. ოფი ამ თამაში. ცუდახსნებს არა. ეს იყო თამაში ცუდახსნებს არა ვარ და მისი პირველი გამარჯვებული რუსკა ქარქაშელი. მისი მსოფლიო ჩემპიონი თქვი რა გენახონება.
ჩვენ კი ერთმანეთს ერთ კვირაში შევხვდებით. გამოტეხილი ჯანელა ქვია. ახალი დამშვიდობება.